მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ და გვიყურებთ მთელ საქართველოში, პლატფორმებზე იმედიჯი, მაი ვიდეოჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. შემოგვიერთა ამერიკაში მოღვაწე ქართველი მწერალი და მკვლევარი, მანუჩარ პირველი, რომელიც გვიამბობს უცნაურ, თითქმის დაუჯერებელ ამბავს, როგორ იქცა ვაჟა-ფშაველას პატარა შველი მსოფლიო ბემბად, როგორ გადაიქცა ქართული იდეა გლობალურ ლეგენდად და როგორ ჩაიკარგა მისი ფესვები საუკუნოვან სიჩუმეში. მოგესალმებით მანუჩარ, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ, საინტერესო აქცენტებით. რატომ არის ეს თემა ისეთი საინტერესო, რამაც თქვენი ყურადღება მიაპყრო, იმუშავეთ და ახლა ჩვენს მსმენელსაც უნდა გააცნოთ თქვენი ნაზრები. გულთადად მადლობას მოგახსენებ რომ მისტუმრეთ და დღეს შევძლებთ ერთი სასიამოვნო თემა გავშალოთ ჩვენს რადიო ეთერში. სამისოთ მე ზედაპირზე ამოვიყვან ჩემს ფიქრებს, კვლევებს და აღმოჩენებთანაც ერთად მივალთ ჩვენს რადიო მსმენელებთან ერთად. ქართულ ლიტერატურაში ხელზე ჩამოსათვლელია ისეთი ნიმუშები, რომლებიც გასცენ ქართულენოვანი მკითხველის არეალს და საკაცობრიო მნიშვნელობა შეიძინეს და აი დღეს მომინდა რომ თქვენ ყურადღება გამამახვილო ვაჟას ერთ უნიკალურ მოთხრობაზე, რომლითაც შედგა მწერლის დებიუტი. ბევრმა არ ვიცით რომ შვილსნუკური იყო ვაჟას დებიუტი. ამ მოთხრობამ შემდეგ თავის დაუნებურად ვაჟას გარეშე გააგრძელა დამოუკიდებელი ცხოვრება და მსოფლიოში ყველა ბავშვს აუჩქროლა გული. მე მოგითხრობთ ამ მოთხრობის უცნაურ ბედზე და ამ დიადი იდეის მოგზაურობაზე, მაგრამ მათ საქართველოში მსოფლიოს გარშემო. შვილსნუკრის ნამბობი ვაჟა-ფშაველამ 1888 წელს დაწერა და ეს და კიდე რამოდენიმე ნაწარმოები გაზეთ ივერიას წარუდგინა. ილია აღაბთოვანა შვილსნუკმა და მის ავტორში აი მაშინვე მსოფლიო კორიფე ამოიცნო. ეს ყველაფერი გაგრძელდა განსაკუთრებული მოულოდნელობით, ამჯერად უკვე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 1923 წელს. შვილსნუკრის ნამბობიდან დაწერიდან 38 წლის შემდეგ, მთელი 38 წლის შემდეგ. როცა ფელიქს ზალტენმა, დაბადებით იგივე ზიგმუნდ ზელცმენმა გამოსცა რომანი ბემბი. ნაწარმოებმა იმთავითვე მიიქცია მკითხველთა ყურადღება, რადგან ვაჟას შვილსნუკრი უკვე ბემბით იყო შეფუთული და ზომაში გაზრდილ და გამარტივებული. თქვენ აქ ძალიან კონკრეტულად აღნიშნავთ მსგავსებას ორ ნაწარმოებს შორის. რაში ჩანს ეს ყველაზე უფრო მკაფიოდ და მეტად და თქვა შეიძლება რომ ვივარაუდოთ რომ დიახ ეს ის შვილსნუკრია ბემბით რომ იქცა შემდეგ. უდავოა ერთადით რაც არის უდავოა რომ რომანს აშკარად ეტყობა პირველწყალოს კვალი. მთავარი გმირი შვილსნუკრია, ასევე როგორც ზალტენისეული ბემბი, ოღონდაც ვაჟასთან თუ გაურკვეველია ნუკრის სქესი, ავსტრიულ გარდასახვაში მას უკვე გააჩნია სქესი და ეს წერას სჭირდება ნაწარმოების გასაგრძელებლად. რათა მერე მას იააგოს სასიყვარულო სამკუთხედის გაცვეთილი სცენა და შეფარვითი სათქმელიც გვითხრას. დღეს ჩვენ ქართულ მწერლობაში საუკუნოვან სიჩუმეზე ავლაპარაკდეთ და მე შევეცდები ნაბიჯ-ნაბიჯ მოგიყვე ფაქტები, რომ დასკვნა უკვე მე კი არა, თქვენ გამოიტანოთ. ჩვენ და ჩვენმა მსმენელმა. სანამ იმ თავარ თხრობას შევუდგებით, როგორც ვიცი, თქვენს კოლექციაში დაცული გაქვთ ერთი სათამაშო, საინტერესო ისტორიით. მოგვიყევით რა ისტორია უდევს მას საფუძვლად და გავაცნოთ ჩვენს მსმენელსაც ეს ამბავი. ამის გახსენება და ამაზე საუბარი არ იქნებოდა ნამდვილად. ეს არის ნაძვის ხის მინის სათამაშო. მივაქციოთ ყურადღება მინის, რადგან მანამდე ამერიკას მინა არ ქონდა. ქართველის ჯორჯ კობის მე ვეძახი მას მარად თხმორელი ბიჭუნას გრიგოლ კობახიძის მიერ შექმნილი, რომელიც დისნეის ფილმამდე 8 წლით ადრე 1934-ში დახატა და აქ არის დაწინწკლული შვილსნუკრი და ამერიკას პირველად დაანახა მომავალი ბემბი. რა ხდება იმ პერიოდში საქართველოში, როცა ბემბი გამოდის ევროპაში, ხო? და
რატო არავინ არ ლაპარაკობს, რატომ არ იღებენ ხმას, რა არის რეალურად რა სიტუაცია? ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ის წელი ვაჟას ოჯახისთვის მეტადრე ძალიან ტრაგიკული გამოდგა. ჩეკისტებმა დახვრიტეს დიდი მწერლის უფროსი ვაჟი ლევანი, ეს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და შეფიცულებთან პირის შეკვრის საბაბით შლიქსნუქს და ბემბის ვინ ჩასდევდა საქართველოში, როცა ხელისუფლებამ სერგო ორჯონიკიძის პირით ამცნოს საზოგადოებას ვაჟაშვილს კი არაო, მარტო თვითონ ვაჟას დახვრეტი ცოცხალი რომ ყოფილიყო ორჯონიკიძის პირით, აი ეს იყო იდეოლოგია მაშინ რომელიც ვინვარებდა და მე აი ამით ვამართლებ იმ სიჩუმეს, რომ ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა ბემბი, რომ მისი ლიტერატურული პირველ წყარო ქართულია და მხოლოდ ქართული. მე არც ვამბობ და არც შევეცდები ახლა ხელაღებით ვამტკიცო რომ ეს პლაგიატია, რადგან მოაზროვნეები უჩემოდაც იოლად იპოვნიან პლაგიატის უამრავ ნიშანს. ჩემთვის მთავარია ლიტერატურული გავლენები, რომლის წყალობითაც ესა თუ ის ნაწარმოები, ამა თუ იმ ფორმით საკუთარ თავს გადაირჩენს და მარტო ლოკალურ არეალში დარჩენისგან გადაირჩენს და მსოფლიო სივრცეებში კი ბატონო, მანუჩა, როცა ამბობთ, რომ აი ზალტენის ბემბი ვაჟაშვილის ნუკრის გაგრძელება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რითა ეს მსგავსება, ვთქვათ, შესამჩნევი, განსაკუთრებულად. გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს ორივე ნაწარმოებებში დედის დარიგებები. ლეგა ფრინველიც კი თვალშისაცემი. აღარაფერს ვამბობ დედის სიკვდილზე, რომლის მოდერნიზება შემდეგ უოლტ დისნემ ოსტატურად შეძლო მოგვიანებით. ვაჟასალეული გმირი განზოგადებული სახეა ბავშვის. აი ზალტენისეული ბემბი კი კონკრეტული ბიოგრაფიული კლიშეებით აშენებული ნაწარმოებია, რომლის შთაგონების წყარო მხოლოდ და მხოლოდ ვაჟა თუ იქნებოდა. სანამ უამრავ კითხვებში ჩვენ ჩავიძირებით პასუხის პოვნაში, მე ახლა ორიოდეს სიტყვით მოვყვები ბემბის ავტორზე. ვინ არის ეს და ეს ბიოგრაფიაც კი საკმარისი იქნება პასუხის საპონელად. ფელიქს ზალტენი 1869 წელს დაიბადა პესტში, ახლანდელ ბუდაპეშტში, უნგრელი ებრაელის ოჯახში. ყურადღება მივაქციოთ, უნგრელი ებრაელის ოჯახში. მისი იმ პერიოდის ნაწარმოებები აღწერენ დიდ ქალაქში ცხოვრების გამოცდილებას. 1898 წელს ზალტენი გაზეთში ბეჭდავდა ჰაბსბურგთა გვარის ოჯახის და სასახლის კარის სკანდალებს. აი ჰერცოგ ლეოპოლდი საიდუმლო გაპარვებს, საიდუმლო სასახლეებიდან მეძავებთან, ასევე ლეოპოლდის დის ლუიზას სასიყვარულო რომანს გირონთან. მეცნიერები ამ პერიოდს მიაკუთვნებენ მის ანონიმურ რომანს, მე რატო დავინტერესდი მე რეკეთყვით. ადამიანთა ინტიმური ვნებების შესახებ შექმნეს, ეს არის ჟოზეფინა მუცენბახის. ეს გვარი მისტიფიკაცია, რომელიც შემდგომში ჩვენთან ქართველმა ცისფერყანწელებმა, კონკრეტულად კი პაულო იაშვილმა აიტაცა და გაიმეორა ელენე დარიანის იმ შექმნით, მაგრამ მე სხვა მიზეზზე ვსაუბრობ ახლა და ზუსტად ბემბამდე რამოდენიმე წლით ადრე ჟოზეფინა მუცენბახის ბახერის ავტორობით გამოიცა 3 რომანების ტრილოგია. ეს იყო ვენელი მეძავის ცხოვრების ისტორია, მისვიერმეშ ნამბობი, ჩემი 365 საყვარელი და პეპერლი. ჟოზეფინას ქალიშვილი და აქედან პირდაპირ ნახტომი იყო ბემბის შექმნა. როგორც ჩანს, ეს ავტორი ცხოვრობდა სკანდალით, პოლიტიკით, ინტიმური თემები, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ადამიანს კეთილი ნაზი ბემბის სამყაროსთან. აი თქვენ თქვით, რომ რაღაცნაირად ნახტომი იყო, ხო? აი მე ამ ტრილოგიის სამივე ნაწარმოების წაკითხვა მომიწია, რომ საფუძვლიანად შემესწავლა ბემბის ავტორის არქეტიპი. და აი სრულიად შემთხვევით დავაწყდი New York Times-ის გვერდებზე ასეთ ფრაზას. ბემბის ავტორი საოცარი მონადირეც ყოფილა ამ დროს. ახლა მივდივართ ლოგიკურ კითხვამდე, რომლის დასმა ხო ალბათ ჩვენს მსმენელსაც ენდომებოდა, იცნობდა ზალტენი ვაჟას მოთხრობას, როგორ ფიქრობთ? სანამ მაგაზე გიპასუხებ, მანამდე მინდა ამ ზალტენის იმ დანარჩენ რომანებზეც ერთი სიტყვა თქვა, რატომ დამჭირდა მისი ინტიმური რომანების საფუძვლად შესწავლა. მე და
თუ მის მესამე რომანს გავიხსენებთ, პეპერლის, ბემბისა და ჩვენი შვილისნუკრის დედის სიკვდილის შემდგომი პარალელები აი ერთიანი ხაზით მიედინება. ვაჟა მართალია ასრულებს ამით თავის თხრობას, მაგრამ ზალტენმა ოსტატურად იპოვა მისი ლოგიკური გაგრძელების ხაზი. ვაჟას არ ქონდა განზრახული, რომ სქელტანიანი რომანის შეეთხზა. მას ქონდა ამისი შემოქმედებითი პოტენციალი, ავიღოთ მაგალითად ჩხივთა ქორწილი, სათაგული, ბულბულის იუბილე, მაგრამ მიზანი სხვა იყო. ამ პერიოდში უკვე აი თქვენს კითხვას რომ დაუბრუნდე, ქართველ მწერლებს თარგმნიდნენ დაძმა უორდროპები და არტურ ლაისტი. და უკვე ბიბლიოგრაფიულ ლექსიკონებში წლები დამჭირდა აი ამ ერთი ფრაზის სათქმელად ლექსიკონებში ხვდება რომ ნათარგმნია შლის ნუკრის ნაამბობით ოღონდ სხვა სათაურით. The story of the Roebuck. ანუ ამბავი შლის. ანუ ნათარგმნი ყოფილა ჯერ კიდე ზალტენი სანამ დაიწყებდა ამ ნაწარმოებზე მუშაობას. აქ უკვე შესაძლებელი ხდება ევროპელი მწერალი ვაჟას ნაწარმოებში თარგმანში გაცნობოდა და რომ გაეცნობოდა ამის უტყუარი დასტური არის ერთადერთი. აი სადემონსტრაციოდ ავიღოთ ვაჟას ეს მოთხრობა და პარალელურ რეჟიმში ჩავთოთ დისნეისეული ბემბი თუ ზალტენისეული წიგნი. კი ბატონო, სადუფრო ძლიერად იგრძნობა ეს გავლენა. იქნება ვაჟასთან სიახლოვე, რომ აი ციტირება რა, მთელი მოთხრობა იქნება მაგალითად მოსაყვანი. აი რაც ვაჟასეული არაა აქ, ეს გახლავთ ბემბის დაბადება. მისი მეგობრები ბაჭია და თხუნელა. ეს ზალტანისეულია და ჩვენ მას უნდა უმადლოდეთ სხვადასხვა იმისათვის რომ იგი მთლად არ დაადგა პლაგიატორობის გზას და გაამდიდრა ვაჟას ფანტაზია კიპლინგისეული ელემენტებით. ანუ ლიტერატურული პირველწყარო მოაქცია რომანის რაღაცნაირი ჟანრობრივ კალაპოტში. ხოლო რაც მხედველობიდან გამორჩა ზალტენს და არ მხვდება მე ზალტენის ამერიკულ პირველ გამოცემა ბემბიში, ეს უკვე დისნეიმ შემატა ვაჟასეული გააზრებს. აი მაგალითად ფილმში, დისნეის ფილმში არის წვიმის წვეთები. დილის ნამი. ბემბის შიში გაელვებისას. ეს ყველაფერი აი სრულიად კრავს ვაჟასეულ იდეას და ყველაზე მეტად უახლოვდება უკვე შლის ნუკრის ნაწარმოებს. პრესაზე მინდა ვილაპარაკოთ. თქვენ ალბათ გექნებათ ინფორმაცია, შეისწავლიდით, როგორ შეხვდა ბემბის გამოსვლას მაშინდელი მსოფლიო პრესა, რას წერდნენ. უფრო საინტერესო რამ მახსენდება ახლა. ერთგან წავიკითხე ერთი პატარა ოფიციალური ცნობა და ასე მგონია, რომ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგდა. თქვენ იცოდით, რომ ბემბი ეს ერთი შეხედვით უწყინარი საბავშვო წიგნი დაპატიმრებული იყო გერმანიაში 1936 წლიდან და პირადად ჰიტლერის ბრძანებით. რატო? ამ 3 წლის წინ თვითმფრინავში მგზავრობისას ვკითხულობდი ბრიტანელი ჟურნალისტის ბიოგრაფიულ წიგნს. სათაურად ერქვა ევა ბრაუნის დაკარგული სიცოცხლე. ეს არის ჰიტლერის სიყვარულისა და მეუღლის ბიოგრაფიის რაღაცნაირი ერთგვარი აგების თელობა და მის გვერდებზე აი აქ იყო ერთი თავი. რა საინტერესო სათაურით. ევა, გოეთე, შუბერტი და ბემბი. ალბათ თურმე 11 წლის იქნებოდა ევა, როცა ბემბი წაუკითხავს. და უკვე შემდეგ წლების შემდეგ ჰიტლერს უყვებოდა ბავშვობაში აკითხულ განცდებს თუ როგორია, როგორი მკაცრია ბუნება და კიდევ როგორ უმძაფრებს. ამ ყველაფერს საფრთხები ჩვენი ადამიანების მხრიდან. და გზნობით მოუყვა აი ბავშვურად თუ როგორი გავლენა მოახდინა პატარა ბავშვზე ბემბიმ და ჰიტლერმა აი ამ მონაყოლში და ამ მოთხრობაში დაინახა ველურ ბუნებაში სუსტის გადარჩენის ამბავი. არა და ალეგორია, რომ ებრაელი ავტორი, ხო გითხარით, უნგრელი იყო მეთქი. ებრაელი ავტორი ამ ნაწარმოებით ებრაელთა ევროპაში მოპყრობის შესახებ წერდა. შლის ნუკრი და ებრაელები. ებრაული ერისადმი სიძულვილით, აი ბემბივით არ ხოცავდა ბავშვებს იმ მონადირესავით შეუბრალებელი ჰიტლერი? ის შემდეგ, აი ამ ამბის მოყოლ შემდეგ ევამ რო გულთბილად და გულჩვილად მოუყვა ჰიტლერს, ეს ამბა იმ მომენტიდან აიგზალა ბემბი და ბებეპლაცი დაიწყეს მისი მასიური დაწვა. ვაჟას შლის ნუკრის მეწილი ნაამბობი და ბემბისიც
გვიხსენს ცხოვრებას როგორიც არის. სიხალვათია ვაჟასთან, ზალტენთან სამყარო უხეშია და მკაცი. მაგრამ მაინც გვეუბნება თუ როგორი დაუნდობელი ხდება ცხოვრება ყველგან და თუ ადამიანი სისასტიკეს და უგულობას გამოიჩენს. პრესასაც რო დაუბრუნდეთ რა გამოხმაურებები გქონდა და ბოლოს კიდე მინდა ვიკითხო ამ ნაწარმოებზე რაც თქვენ გამოკვლეული გაქვთ, რადგან ნამუშევარი ხართ. ყველაზე უფრო მძაფრად მაინც ვთქვათ სად ახლოვდება ეს ორი ნაწარმოები, რატომ და სად პირიქით შორდება. მე მესმის რომ ოკეანის მიღმა 27 წელია ცხოვრობ და კვლავ ქართული საქმით ხართ დაკავებული. რა არის ის ვთქვათ თავარი, რაც ამ ორ ნაწარმოებს ვთქვათ ხმადელობაში საინტერესოს ხდის აქტუალურს სად ხდებიან ისინი ყველაზე ახლოს ერთმანეთს და პირიქით თქვა სად შეიძლება დაშორდნენ თქვენ რამდენიმე ნიუანსი და ფრაგმენტი მოიტანეთ თქვა ამ ნაწარმოებების შედარების დროს მაგრამ საბოლოო ჯამში რა დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ აი ეს ბოლო წლებია ბოლო 10 წლეული შეგვიძლია ვთქვათ აი სოციალურ ქსელებში თუ ჩვენი ქალაქის ქუჩებში სისასტიკის რანიაღვარი მოედინება და ამ ურთიერთ ბრალდებებში კი ვთქვა და როგორ ვცილდებით ჩვენ ყველაფერი იმას რასაც ვაჟა გვასწავლიდა ჩვენი განათლების სისტემა ჩვენი ტელე რადიო გადაცემები თუ პრესა ჩვენი ფილმები ქართული თანამედროვე მწერლობა აი სადიპოვით ზიზღისგან თავისუფალ მინდორს მოსუფთავებულ მინდორს ბოლოს რომელი ფილმი ნახეთ აღმოსდელობითი მაგალითებით გაჯერებული 1885 წლიდან მოყოლებული რამდენი უნიჭო არაფის თქვენი ფილმი თუ მულტფილმი გადავიღეთ რატომ არც ერთხელ შვილის ნამბობი თუნდაც კატუნტერესებს სიუჟეტი არ ვარგო და დიალოგები არ ვარგო და თუ მხატვრულად ვერ ავწევდით დონეს თქვენ გონიათ რომ დღეს როცა მე ახლა აქ მომიწვიეთ მარტო საავტორო უფლებები ვაჟა და მოპარული იდეა მანახულებდა არა მე მომინდა და სურვილი გამეჩინა დღევანდელი მსვენელისათვის რომ თაროეზე მოძებნოთ ვაჟას ეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტვერდადებული წიგნი ან YouTube-ში მოვძებნოთ მულტფილმი ბემბი და ვნახოთ კიდე ერთხელ მეორეჯერ მესამეჯერ მეათეჯერ და იქნება ამ ფილმის ნახვის შემდეგაც კი ცოტათი კეთილები გავხდეთ ურთიერთის მიმართ აი თუნდაც ბავშვობაში დავრუნდეთ იქ სადაც მხოლოდ სიკეთე იყო და აი ეს ბოროტება რომელიც დღეს კომენტარებში ამ Facebook-ის კომენტარებში მძრავობს არ იყო რატომ დაუკავშირე მე ეს ჩემი მუშაობას და ჩემი ამერიკაში მოღვაწეობაც საქართველოს ძალიან უბრალო მიზეზით 27 წლის წინათ როცა ააფრინდა ჩემი თვითონა მე კომპიუტერიდან გავფრინდი ამერიკაში დავინახე მიწაზე დახედვისას წერტილი რომ ვიღაც მოხუცი კაცი იანეთის თუ ჯიხაისის თუ რაღაცის სანათესებში მარგლავდა მიწას აგვისტოს თვეში და აი მაშინ ვთქვი რომ მე რადგან ახალგაზრდა მივბივარ ჩემი სამშობლოდან და ჩემ სამშობლოს სამსახურში ვერ ვიქნები და აი ამნაირ მოხუც კაცებს ვტოვებ მე ყოველი დილა გამითენდება ემიგრაციაში სამშობლოზე ფიქრი სამშობლოს სამსახურში და ამიტომაც არსებობს 27 წელიწადია ჟურნალი მამული ერთადერთი ქართული გამოცემა ამერიკაში და ამიტომაც არის რომ ჩემი ყველა მოღვაწეობა ჩემი ყველა კვლევა ჩემი ყველა ნაფიქრი უკავშირდება საქართველოს დიდი მადლობა თქვენ ახლა უკან ქუთაისში უნდა დაბრუნდეთ მე კითხეთ 27 წელი ცოტა არ არის თქო 19 წლის ამ დატოვეთ ჩვენი სამშობლო და რომელი უფრო ძვირფასია თქო სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს თქო და ადამიანი პასუხეთ გამიმეორეთ სადაც სუფთა ჟანგბადია და შენის ხეულისთვის საჭირო ჩემი ასეთი ხეულისთვის ჟანგბადი არის ქუთაისში მხოლოდ
თეორი სხვადასხვა კომპონენტები აქვს სხვათა შორის ჟანგბადს და ჟანგბადის ყველაზე მთავარი კომპონენტი არის ბედნიერება. და იქ სადაც დამაგრებულია ყველა ქუჩაზე, ყველა ჩიხში, ყველა გზაზე ჯვარედინზე შენი ბავშვობის მოგონებები მხოლოდ იქ შეიძლება იყოს ბედნიერი და არსად სხვაგან. დიდი მადლობა. მანუჩარ პირველი ამერიკაში მოღვაწე ქართველი მწერალი და მკვლევარი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჩვენ უცნაურ ამბავს და თითქმის დაუჯერებელს შევეხეთ გესაუბრეთ ვაჟა ფშაველას პატარა შვილის ნუკრის ნაამბობზე და დიდ ბემბზე ალბათ. მე მინდა სანამ ეთერიდან გავალთ გაჩუქოთ 2008 წელს აგვისტოს ომის პარალელურად დავიწყე მუშაობა რომანზე მედია მეხუთე გამოცემა არის ეს უკვე ჯიბის ვერსია არის ეს უკვე ითარგმნა ინგლისურადაც ფიქრობ რომ ეს თემა შეიძლება წავიდეს ოდესღაც ჰოლივუდში და მე მინდა ეს ამ წიგნის ეგზემპლარი თქვენ გისახსოვროთ. ვიდრე ავტოგრაფს გამიკეთებთ მე დავემშვიდობები ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის და მადლობა უთხრათ ჩვენს მსმენელს უპირველესად იმისთვის რომ იყო ჩვენთან ერთად დროებით.